გიორგი მინდაძის დედა ვარ. დღეს ჩამოვედით ახალციხეში, პატიმრების ხმა მივაწვდინოთ ხალს. კი არის ტელევიზიით ყველაფერი გადმოცემული, მაგრამ არის დრო ისეთი, რომ ხალს არ აქვს დრო ტელევიზიასთან დაჟომით, ზოგი სოციალურ ქსელში სულ არ შედის და ამ გაზეთით ვცდილობთ, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა. Წაიკითხოთ პატიმრების გულის ნადები და უფრო მეტი რო იცოდნენ, მოვიარეთ ძალიან ბევრი რეგიონი. 30-მდე რეგიონი მოვლილი გვაქვს. მე მაგალითად პირადად არც გავჩერდები, არც გამჩერებელი არა ვარ. რკინის ქალამდე ჩავიცმევ და ვივლი, სანამ ჩემ შულს და ყველაფერს გულში არ ჩავიღებ. მე ვარ მარინა ტერიშვილი, ტერიშვილების დედა, რომელსაც ერთი შვილი 92 წელს მოუკლეს ზვიადის ხარდამჭერი აქციის დროს ნიღბიანის მხედრიონ მარაკაცებმა და ეხლა ჩემი მეორე შვილიც არის პატიმარი, რომელიც იბრძვის ამ ევროპული მომავლისთვის. გასული იყო მიტინგზე ამ თავისი ძმის სისხლით მოპოვებული თავისუფლების დასაცავად, რომელიც ეხლა არის დაკავებული. ჩვენ ჩამოვედით იმად გამოგზავნილ წერილებს ვარიგებთ, გაზეთებში დაბეჭდილებთ, ეს არის გაზეთი თავისუფალი სიტყვა. რომ გავაჩნოთ, ყველას გავაჩნოთ, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენი შვილები არიან უკანონო პატიმრები. და უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და ორწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილები. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი ვერ დადაშაული, ვერ დაუმტკიცეს, ოცნება თავს აღარ გაიმტყუნებდა თვითონ და ორწლიანი პატიმრობა მაინც მიუსაჯეს ჩვენ შვილებს. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი სამხილი არ აქვთ. ეს არის მორიგი გასვლა სინდისის პატიმრების მშობლებთან, ოჯახის წევრებთან ერთად. ძალიან საპასუხისმგებლო საქმე არის რეგიონებში იმ გაზეთის გავრცელება, რომელსაც ქვია თავისუფლების ხმა ციხიდან და სადაც თავმოყრილი არის ჩვენი პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების სათქმელი და მათი ოჯახის წევრების წერილები საქართველოს მოქალაქეებისადმი. სადაც წერია თუ რატომ არიან ეს ადამიანები ციხეში უსამართლოდ, უკანონოდ, რისთვის იბრძოდნენ ისინი და იმ ოჯახის წევრების მშობლების განვლილი გზა ბრძოლისა, რომელსაც ისინი თვეების განმავლობაში ღირსეულად გადიან და ყველას გვაძლევენ მეტ мотивაციას და მეტ ძალას, რომ არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. გაზეთებში აღწერილი არის, ესე იგი, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების, რეჟიმის ტყვეების ვინაობა, ვინ არიან, რა ადამიანები არიან, როგორი პატრიოტები არიან და ყველა წერილი არის საქართველოს მოქალაქეებისადმი განკუთვნილი, სწორედ მათთვის გამოგზავნილი სპეციალურად და ექსკლუზიურად, რომ კიდევ უფრო კარგად გაითავისოთ მოქალაქეებმა ამ ადამიანების ბრძოლის ფასი, თუ რისთვის იხდიან ისინი თავისუფლების დღეები, რისთვის აქვთ შეზღუდული მოკლედ ამ ადამიანებს. მათი ხმა არ ჩაჩუმებულა, პირიქით უფრო ძლიერად ისმის გისოსებს მიღმაც კი.